პუტინმა გამთენიისას კიდევ ერთხელ დაარტყა კიევს. პირდაპირ საცხოვრებელ უბანს, სადაც კორპუსები დგას და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სათაო ოფისიც მდებარეობს. ეს იყო მეორე ყველაზე მასირებული დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ, ბალისტიკური რაკეტებითა და ასეულობით დრონით. დაღუპულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის 18-მდეა გაზრდილი, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაშავებულია 38 მოქალაქე. ცინიკურია რუსეთის კომენტარი. კრემლის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, თუმცა რუსეთი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით კვლავ დაინტერესებულია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი კი წერს, როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიმავალ გზებს ეძებს, რუსეთი ამას რაკეტებით პასუხობს. ღამით კიევზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარ განზრახულ არჩევანს წარმოადგენს ესკალაციისა და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვის მიზნით. სოფო ვარდიაშვილი გვეტყვის ახლა დაბომბვის მასშტაბებისა და გამოხმაურებების შესახებ. დიახ, კიევის ცენტრში ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში ეძებენ სარაკეტო დარტყმის შედეგად იქ 1 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად ჩამოიგრა. დარნიცის რაიონში ჭურვის შენობას პირდაპირ მოხვდა. დაზიანდა კიდევ 10-ობით შენობა სხვადასხვა ადგილში. ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქს 629 ჭურვი და დრონი ესროლეს. ეს მეორე ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც რუსეთმა კიევზე თავდასხმისთვის ამ ომში გამოიყენა. დაღუპულია 18 ადამიანი და არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღწევს. ნანგრევებისგან კიევში 5 ადგილს ასუფთავებდნენ, დაღუპულთა უმეტესობა დარნიცის რაიონში ცხოვრობდა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, მათ ისევ ეძებენ. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის თავდასხმისას რუსეთმა რამდენიმე ტიპის იარაღი გამოიყენა, მათ შორის შაჰედები, ბალისტიკური რაკეტები, მფრინავი რაკეტები და კინჟალები. რაკეტები 20-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას ჩავარდა დარნიცის, დნეპრის, სოლომენკის, შევჩენკოს, გოლოსეევკის, ობოლონის და კიდევ 10-მდე სხვა რაიონში. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს დროულ რეაგირებაზე და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაყოლიებისკენ მოუწოდებს. ეს ნამდვილად ტერორისტული აქტია, რომელსაც ჩვენი მეზობელი ახორციელებს. იმედია, დასავლელი პარტნიორები მალე მიხვდებიან ამას. საშინელი ღამე კიევისთვის. უამრავი სახლია დანგრეული სხვადასხვა რაიონში. დაზიანებულია საგანმანათლებლო დაწესებულებები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სამსახურები. მაშველები ნანგრევების ქვეშ ეძებენ ადამიანებს. რუსები ომის დასრულებას არ ირჩევენ. ისინი მხოლოდ ახალ დარტყმებს ირჩევენ. კიევში ღამით 10-ობით შენობა დაზიანდა. საცხოვრებელი სახლები, საოფისე ცენტრები, სამოქალაქო საწარმოები. მათ შორისაა შენობა, სადაც ევროკავშირის დელეგაცია მდებარეობს. ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ მსოფლიო მტკიცედ უპასუხოს. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო და აგრძელებს. ცეცხლის შეწყვეტის უარყოფისა და მოლაპარაკებებიდან თავის დაძვრენის მუდმივი მცდელობისთვის საჭიროა ახალი მკაცრი სანქციები. მხოლოდ მან შეიძლება იმუშაოს. რუსებს მხოლოდ ძალისა და ზეწოლის ესმით. ყოველი დარტყმების შემდეგ მოსკოვმა უნდა იგრძნოს შედეგი. მასშტაბური თავდასხმისას დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა კიევში. იერიშების შემდეგ საგანგებო ბრიფინგი ბრიუსელში გამართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან შეშფოთება გამოთქვა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითა. თავდასხმისას ასევე დაზიანდა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლობა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთში არასასურველო ორგანიზაციად გამოაცხადეს. დაზიანებები მიიღო რადიო თავისუფლების ოფისმაც. მომხდარს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები, ისინი გმობენ კიევში მომხდარს და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე ლაპარაკობენ. კიევზე თავდასხმით, რომელმაც ასევე ჩვენი ოფისი დააზიანა, აღშფოთებული ვარ. ახლახანს ელჩის მოადგილეს ვერ საუბრე და მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. თავდასხმა ჩვენი დიპლომატიური მისიიდან ძალიან ახლოს მოხდა. ეს კიდევ ერთი მტკივნეული შეხსენებაა იმისა, თუ რა დევს სასწორზე. ეს ჩვენი სანქციების რეჟიმის გამკაცრებას ნიშნავს. მალე სანქციების მორიგ მე-19 პაკეტს წარმოადგენთ. ამასთან ჩვენ გაყინულ რუსულ აქტივებზე მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ისინი უკრაინის თავდაცვას და აღდგენას მოხმარდეს.
659 რაკეტა და დრონი ერთ დღეში უკრაინის თავზე. ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა, ტერორი და ბარბაროსობა. 10-ზე მეტი დაღუპულია ბავშვების ჩათვლით. საცხოვრებელი ადგილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიზანმიმართულად ამოირჩიეს მიზანში. ევროპოლის საბჭოსა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები დაზიანდა. საფრანგეთი გმობს ამ უაზრო და სასტიკ თავდასხმებს. სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და ღრმა თანაგრძნობა მგლოვიარე ოჯახებს. ჩემი თანაგრძნობა და ფიქრები იმ ადამიანებთანა, ვინც დაზარალდნენ რუსეთის ბარბაროსული და უსაფუძვლოიერი შედეგად კიევში, რომლის დროსაც დაზიანდა ბრიტანეთის საკონსულო შენობა. ვლადიმერ პუტინი კლავს ბავშვებს და მშვიდობიან მოსახლეობას, აუქმებს მშვიდობის პერსპექტივებს და განზრახ ამწოვებს ჰუმანიტარულ კატასტროფას. ეს გაუმართლებელი სისხლისღვრა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თავდასხმისას როგორც იტყობინებიან დაზიანდა სამგზავრო მატარებელიც, რამაც ხანძარიც გამოიწვია, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დეპოში მალევე მოხერხდა. კომენტარი დღეს კიევის მასირებულ თავდასხმებზე გაკეთდა კრემლშიც. პრესპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, ისინი დაინტერესებული არიან მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებით, თუმცა სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაინც გრძელდება. კიევში მომხდარ საქართველოსთან ქართული ოცნების გამოხმაურებები არ მოჰყოლია, განცხადება გავრცელა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. რუსეთი აძლიერებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღეებში, ვიდრე მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა მარიამის მიძინებას აღნიშნავს. კიევი ინტენსიური დაბომბვების სამიზნეა, საქართველოს გლოვობს უდანაშაულო მსხვერპლებს. ეს არის რუსეთის მშვიდობა, წერს სალომე ზურაბიშვილი.